აქვს ჩვენთან შეხვედრის ბედნიერება და ახლა იქნება თქვენთან ჩვენს მომზადებულ სტუმრებთან შეხვედრის ბედნიერება. ჩვენ კინოფესტივალის ფარგლებში ქალბატონ ნატალიასთან ერთად მეაუცილებლად საუბრობთ ბავშვებს ჩამოვაყალიბეთ არტ-ლაბი, ანუ ეს იქნება ფესტივალის გაგრძელება, სადაც ჩვენი მოსწავლეები გაერთიანდნენ თავიანთი სურვილით, რომ ეს მოსამზადებელი პერიოდი ამ ფესტივალისთვის და სამუშაო პატარა ჩვენი ბავშვებისთვის, რომლებიც არიან ამავდროულად ტურიზმის მიმართულების წევრები, ტურიზმის წევრები, შემდგომში ვინც ის რომელი არაერთი ფესტივალის გამარჯვებული შეიძლება გახდნენ. მოკლედ მე მინდა ეხლა სიტყვა დავუხმო ქალბატონ ნატალიას, იმიტომ რომ ამ ფესტივალთან დაკავშირებით და ჩვენს აკლდამთან დაკავშირებით თვითონ იტყვის. უბრალოდ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბავშვები დიდი სიხარულით და სიამოვნებით ჩაერთო ამ საქმიანობაში. ჩვენ მანამდეც დავიწყეთ სახალისო დონეზე ამ ვიდეოების კეთება, უბრალოდ მინდოდა კიდე ერთი სეგმენტი შეგვეტანა ჩვენს მუშაობაში და ესეთი განსხვავებული, იმიტომ რომ 75 წლიანი ისტორიის მანძილზე ხა რაც უნდა ცვალო ეს მეთოდები, ხო, არც მეთოდები ირევა, სადაზროულობასთან ერთად ვითარდებით ჩვენს და შემოდის სიახლეები ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენ ვცდილობთ რომ ფეხი ავუწყოთ ამ თანამედროვეობას და ვიყოთ უფრო დინამიურები, აი დღევანდელობასთან რომ მოვიდეთ იმაში სინთეზში რა. ამ არტ-ლაბს უძღვება ჩვენი აღზრდილი ნიკოლოზ კუტკარაძე, რომელიც არის ხელოვნებაცოდნეობის კურსდამთავრებული უნივერსიტეტის და ნაამბობ კიდე ტექნიკურ საკითხებში და სხვა საკითხებშიც. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ჩვენ რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრა ჩავატარეთ და მე მაქვს იმედი, რომ ეს საქმიანობა და ინტერესები კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო აქტიურები გახდებით და ეს შედეგები იქნება კიდევ უფრო მაღალი ხარისხის და მაღალი დონის, რომ ჩვენ უფრო სხვა დონის ფესტივალებში, სხვა დონის კონკურსებში მივიღოთ მონაწილეობა და რა თქმა უნდა, გამსახურებულად მივიღოთ ჯილდოები. ჩვენი მიზანი მაინც ესაა, რომ დავჯილდოვდეთ, იმიტომ რომ სტიმული და მოტივაცია არის თქვენს ასაკში განსაკუთრებით და ჩვენ კიდევ სერიოზული პროდუქტი გვექნება ხელში. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ქალბატონი ნატალიას მინდა ვთხოვო, გახლავთ კიდე ტურისტული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორი. ქალბატონ ნატალია, მოგზაურობთ. სტუმრებმა დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენს ბავშვებს, რომლებიც დიდი ინტერესით მოეკიდნენ საერთოდ ამ პროექტს და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ. აი ასეთი მხარდაჭერისთვის და ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. გარდა იმისა, რომ თქვენ უკვე დაარსებული გქონდათ ეს ლაბორატორია, თქვენთან უმამრავი სახელმწიფო წევრია და ბათუმის თვალსაჩინო, ასე ვთქვათ, უკვე ხელოვანი ადამიანებიც დარწმუნებული ვარ, ამ სასახლეში გაიზარდიან. So I would like to thank Mrs. Tamara supporting our project. As I said, last week we had already a workshop here with the art lab participants. And how we found each other, because when we started promoting our project, which is Art Caravan, and they all know about it, Mrs. Tamara contacted us and she told us that we've got a little laboratory, so where some of my students, they are making a little short films. So and then we had a working meeting, and we said, why don't you join our lab? So and they have fantastic place, beautiful stage, all the facilities that would be really good contribution to our project. And especially so here in Batumi, we were very glad to find such a partner and such enthusiastic young people to join our project. So that day when we had our meeting, so we gave the task to the guys to film for this day, for the third day of our festivals, their short movies, and each of them
I mean, they were divided as a groups. They had a little tasks. They had to create a little script and do some films. So today we are very glad that we can see their work, and so that will make, so we'll have an impression. So how they manage to implement this task, and then we can go from there. So we can find the real talents too. გააკეთეს ჩანახატები და ეხლა ჩვენ ვიხილავთ მას ნამუშევრებს და აღმოვაჩენს ტალანტებს და ჩვენი მისიაც ის არის, რომ უფრო კარგად შევასწავლოთ ევროპული გაიდლაინების მიხედვით, როგორი ფილმები უნდა გადაიღოთ და როგორი სტანდარტებია ისეთ ფილმებისთვის, რომ შემდეგ ამ ფილმებმა იმოგზავნოთ საერთაშორისო ფესტივალებზე. მე მინდა ვთქვა, რომ ეს მანამდე გაკეთებული ფილმები დღეს მათი სურვილით არ გამოვიტანეთ, იმიტომ რომ ცოტა ალბათ დახვეწა და თვითონთვია და ეს იქნება მხოლოდ ახალი ნამუშევრები, ანუ ჩვენი შეხვედრების შემდეგ გაკეთებული ფილმები, რომელსაც ნიკა და საბა ხელმძღვანელობდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვთქვა მე მათ ამ პასუხისმგებლობისთვის, ცოტა დაგვეგვიანდა ვიდეოების მოტანა, მაგრამ სკოლაა და ვერ მოდიან. ამ ნაწილშიც მინდა გავუგოთ და იცი, ვფიქრობ საინტერესო იქნება. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, მე წინასწარ არ ვნახე არც ერთი ფილმი. ქალბატონ ამაკამ ჩამირთვა და ზუსტად 5 წამის მერე იმდენად მომეწონა ეს დასაწყისი. თორე ახლა გათიშები, ეს იქნება სიურპრიზი ჩემთვის მეთქი. Mrs. Tamara is saying that today we only decided to show the film and works of the students after our meeting, after they introduced to this project and they got involved, because so it was something new focus, new directions for them, which is very important, and they constantly developing in this digital era. They feel like a tourist video marketing, which we are trying to create this segment, and so their work is particularly for our project. And she's saying that when they said that, we brought a film, that she was so impressed that after 10 seconds she said that, no, I want to see the surprise on the screen, so I don't want to see it. So now it's going to be a surprise for all of us, and I'm sure that we already appreciate the work, whatever, and I'm sure that it will be very good and impressive videos. ჩვენი დაწესებულება, ანუ ჩვენი მისია არის არაფორმალური სწავლება, მინდა იცოდეს მომარმა და ჩვენ ორიენტირებული ვართ ძირითადად აი ამ საერთაშორისო ფესტივალებზე, რესპუბლიკურ ფესტივალებთან დაკავშირებით და რამდენჯერმე არის გავსი ფესტივალი ჩაგვიტარებია, ოთხ კონკურსი არა, იმიტომ რომ მაინც ბავშვებიან და ვირიდებით საკონკურსო რაიმე გამოვიტანოთ და ფესტივალები კი მათ შორის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, დოკუმენტური ფილმების და მოკლემეტრაჟიანების და მე იმედი მაქვს, რომ მართლა დიდ ინტერესს გამოიწვევს ახლა ეს კონკრეტულად ახლა ამ მათი ტურიზმის სფეროში აი მათი შექმნილი პროდუქტის ჩვენება და კიდევ უფრო გაცხადდება ამათი ინტერესები. აი სწორედ ესეთი პროექტების შედეგად უკვე ინტერესი ძლიერდება და უფრო კარგ შედეგებამდე მივდივართ და she would like to thank to European Union, thank to our consortium, thank me and yourselves that we are here, and we brought them completely new segment which is very interesting for them as well. And she said that they already had small festivals, as I said, as well as laboratory to create a short films, but this is such an important and very crucial direction and segment, the tourist films, which promotes our region. And as you can see, Achara region in Batumi has a great touristic potential as well as the whole country. So, and for them also very interesting to participate in the festivals, because participation in international festivals gives them exposure and big motivation to the young people, to do their work and to develop, their skills, which can give them, profession and
future earnings and etc. So what is also our mission is. ესე იგი, მე რა მინდა ვქვა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოგესალმებით, მაგრამ მე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება ერთ რამეზე, რომ ეს არის ტურისტული ფილმები, ანუ ტურისტული ფილმების ფესტივალი. ამ შემთხვევაში თქვენ, როგორც Art Lab-ის მონაწილეება, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ტურისტულ პროდუქტს. ანუ რა არის ტურისტული პროდუქტი? ესე იგი, ტრანსპორტი, სასტუმროები, ექსკურსიები, გიდები, სხვადასხვა ატრაქციები. ანუ თქვენ უნდა გააკეთოთ მოკლე რილსები, მოკლე ჩანაწერები, მოკლე ისტორიები, მოკლე თუ გიდაც მხატვრული სიუჟეტები კონკრეტულად ამ მომსახურების სფეროზე. აი მაგალითად, მე რო ვიყო თქვენს ადგილას, გავაკეთებდი ასეთ რამეს, მაგალითად, აი მოვიდა, თქვათ, კანადელი ტურისტი სასტუმროში, ხო? აი როგორ შედის სასტუმროში, ვინ ხვდება, რა ხდება იქ მომსახურებ პერსონალში, რა შეცდომები დაუშვა მომსახურებ პერსონალმა, რითი არის კმაყოფილი ეს კანადელი ტურისტი, ამას ყველაფერი რაღაც იუმორისტულ ფარგლებში ან რაღაც ჩარჩოებში ჩავსვამდი და გადავიღებდი. მეორეს გადავიღებდი მაგალითად სათავგადასავლო ტურიზმი, ხო, ტურიზმის უამრავი არსებობს ტურიზმის მიმართულებები, არსებობს ტურიზმის სახეობები. მიმართულებები ტურიზმის არის გამყვანი ტურიზმი, შემოყვანი ტურიზმი, შიდა ტურიზმი. ამ შემთხვევაში თქვენ უფრო შიდა ტურიზმზე გაამახვილებთ ყურადღებას და სახეობებზე, როცა ვსაუბრობთ, ეს არის ეკოლოგიური ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, სამკურნალო ტურიზმი, კულტურული ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი და სხვა მრავალი მიმართულება. აი მაგალითად, ავიღებდი ერთ რომელიმე თქვათ მოგზაურს, ინფლუენსერს ამ სხვა რამეს, რომელიც თქვათ მოგზაურობს და თქვათ ტირამას ეროვნულ პარკში გადაეყარა დათვი. ხო? შეიძლება რომ შეხვდეს ბატონო, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში? შეწყვიტა მოგზაურობა. როგორ უნდა იყოს ბატონო? და შეუწყდა მოგზაურობა სამუდამოდ. არ შეუწყდა არა. აი ეს არის უსაფრთხოების რაღაც ნაწილები, თქვათ, ამას ყველაფერს რო გადაიღებთ თქვენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ფილმებს ახლა გეუბნებით სიუჟეტებს, გეუბნებით ისეთ მარტივ სიუჟეტებს და ეს ყველაფერი, რასაც თქვენ გააკეთებ, არ იქნება ეპიზოდური ხასიათი. ეს იქნება უკვე აი როდი განვითარდეს ტურიზმი, ამისათვის ჩვენ გვჭირდება მდგრადობა. სიტყვა მდგრადობა რას ნიშნავს? თვითონ გამომდინარეობს იქიდან, რომ მდგრადი ტურიზმი უნდა განვითარდეს, თორემ თუ ეს იქნება კამპანიური ხასიათი, წელს მაგალითად რაღაცა ვაჩვენეთ ძალიან მაგარი და მომავალ წელს არ გვაქვს ეს. ამიტომ უნდა იყოს ის, რომ ყოველთვის წელიწადის 4-ვე სეზონზე კონდეს ეს მიმართულებები წარმოჩენილი, წარმოდგენილი და ამას დაეხმარება თქვენს მიერ მომზადებული ფილმები და მე კიდე მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლებელია რომ რომელიმე თქვენმა ფილმმა ისე გამოანათოს, რომ ტურიზმის ფილმების ოსკარზე იქნას გაგზავნილი, არა გამორიცხული. ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ გუშინ ისეთი ტალანტები ვნახე. ნატალიას აღმოჩენილი ტალანტები ისეთი, რომ პირი ღია მქონდა, ყმა ჩამომივარდა, ისე მღეროდა, აი ის ბიჭი რომ მღეროდა, ის დოლიძე. ესე იგი, ოდელისის რო იმღერა სიმღერა, ვერ გაარჩევდით ორიგინალში ისე მღეროდა და გაგიჟებული ვიყავ. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ. შემეცოდა ის საზღარდა შორშებს და დათვი არა ცოტა. დათვი არა ცოტა, კი ვიცი. თუ არა უნდა რა შეეხება თქვენ სიტუაციებს, მე მაგალითად თქვენ ფანტაზიას თავიდან ბოლომდე ვენდობოდი, კონკრეტულად თქვენი ტურიზმი რასაც ნიშნავს და რასაც წარმოადგენს, ტურისტულ ქალაქში ცხოვრობთ, რაც შეეხება პროექტის ფარგლებში როგორ შეიძლება გაიშალოს ეს ყველაფერი, თქვენი თვალით დანახული აბსოლუტურად სხვანაირი იქნება. და ერთადერთი რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თქვენ უნდა გესმოდეთ და უნდა დაიჯეროთ ერთი რამე, რომელიც მართლამასია, რომ საკუთარ ქალაქს და საკუთარ რეგიონს ამ ფესტივალში ჩართულობით და თქვენი აქტიურობით გააფართოვებთ და გაცილებით უფრო მრავალფეროვანს გახდით. იმიტომ რომ სად მონაპოლი და სად თქვენი თვალით დანახული და გადაცემული ის ყველაფერი, რაც თქვენ შეგრძნებული გაქვთ უკვე თავიდან მოვიდეთ. მე მინდა ყველა თქვენთაგან წარმატება გისურვოთ. აქ უამრავი სტუმარი გვეყოლება მომავალშიც, მაგაში დარწმუნებული ვარ და ეს 2 წლის განმავლობაში ბათუმში წელს პირველად, მაგრამ ისე 2 წლის განმავლობაში უამრავი სტუმარი ეხება ამ საკითხებს და ერთი რითაც ჩვენ გვინდა გიამახოთ და ეს გვინდა რომ საზღვრებს გარეთ გავიტანოთ და ქალბატონი ნატალია თავის დიდ გუნდთან და სამეგობროსთან ერთად მაგაზე იხსვის, რომ
რითაც ჩვენ ვამაყობთ, ის გადის ზუსტად. უბრალოდ თქვენი თვალით დანახული, სწორად დანახული და მიწოდებული გვინდა აბსოლუტურად ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რასაც ტურიზმის სიტუაცია ქვია და ტურიზმის ფესტივალი ქვია. სხვა დანარჩენი მე მინდა წარმატება გისურვოთ, ჯანმრთელობა გისურვოთ, ბედნიერება და აუცილებლად. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არის ევროკავშირის ხარდაჭერით, ევროკავშირის ინიციატივები და შეფუთვიან, შინაარსიან, ხალისიან ყველაფერიანად და თქვენ უნდა შემატოთ თქვენი ფერები, გადასმული ფერები, რომელიც თქვენ გულში, გონებაში გაქვთ ყველაფერი იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ უნდა თქვათ და გითხრათ. მადლობა ჩვენ სტუმრებს. მადლობა და მადლობა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესდება და ჩაერთვება, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნის მომავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი. პატივისცემით მე. European Union designed our caravan, our consortium, and he said that we choose a fantastic name, Art Caravan, so which means a continuity, and he thinks that, and he believes that, that's why it was created among different countries to reunite the culture, share experience, and he believes that we will learn a lot and take different practices which will be very important for a sustainable tourism and generally for the country. I hope we And will he do invited that. you. I hope we will do that. My name is Konstantinos Karadzias. I represent Jairus from the Netherlands. Sorry, I don't speak Georgian, but briefly I'd like to thank you for the welcome accommodation and welcome you also to Caravan, to our project. As you know, we represent various countries in the European Union, and Georgia, which is entering the Union, which is great as well. And we do hope that the creativity, because it's also funded by Creative Europe, creativity will be among you, the young people, and we do hope that you will support your vision and also create and help new artists to emerge. This is the beginning of many projects, and we hope that eventually some of you will become very famous directors, so that will be an extra positive thing for us. Thank you very much for the accommodation and for having us. I do speak English, but I will just translate for the ladies. Guys, you may all understand Mr. Konstantinos, that he represents Jairus University from Netherlands. And this is very important. You can look it up on Facebook and everywhere when you feel, and when you go to our website, you can see, so you can like it and you can follow our page. And please, we would like to ask you, everybody, to share information on a Facebook, to like it, make your comments, and please go to our website and read all the activities it's being done from the different partners, because as you know, we created in a frame of the project, each country has a different laboratories, and they present different cultural activities. And so, as you know, we will have exchange journeys, and we already know our active lab members, but maybe you will be interested to join other art labs as well. So some people may be interested in a hip hop, some people may be interested in a theater. So we give you all the opportunities and possibilities to join European Young People Artists Network. So welcome to our caravan. Synopsis, what was their inspiration, what's the film about? Yeah, I მგონი think რომ it will be საინტერესო იქნება ჩვენი interesting, შემდგომი yeah. მუშაობაც და Yeah. ეხლაც. So, Lizzie, please welcome. Lizzie Karashvili, and she made the film. And what tell us about the film? ეს ფილმი გადავიდა, როდესაც ვისვენებდით ჩემს სოფელში, ბახვაროში, ძალიან ლამაზ ადგილას. არ მეგონა რომ ესე წარსდებოდა ჩემი ფილმი, გადავიღე ჩვენთვის, ქარავანისთვის, ბავშვებისთვის და ძალიან მიხარია რომ დღეს ასე ნახავთ ყველა ამ ჩემ ფილმს. Thank you for everyone. I'm just being in my village
მიბახმარო and I just take beautiful place and I decide to make this video like for Caravan, for our project, our friends, and thank you for today and No, well done.